მშვიდობის საქართველებო, დღეს არის 28 იანვარი და ეხლა არის პირველ საკვირია 25 წუთი. ეხლა მინდა ერთ კიდე მნიშვნელოვან საკითხზე გაგესაუბროთ, უბრალოდ გითხრათ ეს ამბავი თქვენ, ვინაიდან მე უკვე საკმარისად, ასე ვთქვათ, შეგიგროვეთ ის ინფორმაცია, რათა მოგეცეთ იმის ბაზა, რომ დაამტკიცოთ ეს ყველაფერი. და ისე თქვა მინდა ეხლა დავიწყებ იქიდან, რომ ესე იგი წელი გამავიწყდა, როდის ვიყავ ფეხით ვიარე მესტიიდან თბილისამდე, უბრალოდ თბილისამდე კი არა, თბილისში ჩავედი და ავედი შემდეგ პანთეონზე. ეს იყო ერთი კაცის აქცია და მისი მიზანი იყო, რომ ყურადღება გაემახვილებინათ ქართველობას და ეს იყო ერთადერთი მიზანი, რომ დამემტკიცებინა უпроსწორედ მეთქვა ხალხისთვის, რომ ღვთისმშობელი არის ქართველი. ნუ რა თქმა უნდა, მე ყველა ტელევიზიას უთხარი დიდებს, მაგრამ როგორც კი მითხრას მიზანი რა არის თქვენი აქციისა, რომ უთხარი ესა და ეს, ნუ რა თქმა უნდა, მაგათ საფეხზე იყიდათ ეს ყველაფერი და კაცშვილი არ მოვიდა. არ მომეკარა, ნუ ზუგდიდის ტელევიზია თუ რაღაცა მოვიდა იქ პრინციპში 10-ის ის იყო, თუ არ ვწდები, თუ პირველი არხი იყო თუ რაღაცა. პატარა რაღაცა იყო იქ ჩანაწერი, მაგრამ მორჩა იმის შემდეგ არც მივედი, ცოცხალი ჩავედი თუ დავბრუნდი, მაგრამ კაცშვილს არ უკითხავს. ეხლა არის თქმა მინდა მე, ჩვენ დაჩვეული ვართ ხმამაღლა საუბარს, რომ ღვთისმშობლის წილხვეულზე ქვეყანა ვარ ჩვენ და ამას ამბობს არა მარტო უბრალო ადამიანი, არამედ დიდი მეცნიერების, პოლიტიკოსების და ამას გაიძახიან ტრიბუნები და ერთი ამბავი და რაღაც. და რატო ვართ წილხვედრი? ეხლა ამაზე მინდა გაგესაუბროთ. წილხვედრობა ნიშნავს რას, მეგობრებო, როდესაც ხვისია რაღაცა და შენ გიწილადებენ, ნუ სიტყვაზე რა ვიცი რაღაცას, ხო? მაშინ ახლა შენ იმის მოწილე. გესმით? ნუ ბუნებრივია, ხა იფიქრებენ, რომ ებრაელი იყო ქრისტე ბატონო და შემდეგი რაღაცა შენ წილი გერგო. რა მერგო? კვართი. ხო ასეა? კი ბატონო. შემდეგ ეხლა მე ისტორიებს მოგიყვებით, რეალურად მაგიდაზე თვალწიგბიდებს ეს ყველაფერი, ხო? ესე იგი, მოხდა ისე, რომ ქრისტეს ჯვარცმის შემდეგო იქ მისი კვართიო, ესე იგი დახიეს, დაგლიჯეს რაღაცა, ნუ მაგრამ რატო დავხიოდო, მოდი და წილი ვყარო და იმას ერგოსო. წილი ყარეს და ასე შემდეგ, ხა არ მოყვები, ამ ისტორია ყველა ვიცით, ხო? და ხვდა წილად, რომ საქართველოში ჩამოეტანათო ეს. კი ბატონო, წილია ახლა ეს ჩვენ. მე რატომღაც მარიამის კვართი კიდე მაგაზე წილი იყარეს თუ როგორც იყო ხა მაგ ისტორია ესეც ჩანს ყველგან, იმასაც წილი ხვდა, რომ აქეთ მოსული ვარ. წილია რა თქმა უნდა. მაშინ როდესაც ებრაელია თუ ამბობთ, ხო? ასე მოხდა, ესე იგი ელია წიანს წარმოედგინე, ელია წიანს წარმოედგინეს, რომელიც ქრისტემდე იყო 4 საუკუნით ადრე. გესმით რას ვამბობ? იმის კვართით კიდე წილა ჩვენ გვერგო. ისიც ჩვენი სხვაფასი ეს ბევრმა არ იცის სხვადასხვა და არ ეუნებიან ამას სააშკარაოდ რატომღაც ხალხს. ესეც აქ არის კაცო. მაგრამ ისმის კითხვა რეალური, აბსოლუტურად რეალური კითხვა. ვინც აზროვნებს, ხო? ბიჭო, თუ ეს ელიასი აქეთ მომეცი მე შენ. ნუ ღმერთმა გადაწყვიტა, რომ ასე მომხარიყო, ხო? ქრისტეს კვართი კიდე აქით. მისი დედის კვართი კიდე აქით. კი მაგრამ იქ რა არის? იქ გეუბნები იერუსალიმში რა არის, ისრაელში. რა არის რა? თუ ყველაფერი აქ წამოვიღეთ. ჩვენ წამოვიღეთ, ბედმა თუ ერთმა განაპირობა. იქ რა არის ხალხო, გამაგებინეთ ერთი. არაფერი არ არის. იქ არ არის არაფერი, აბსოლუტურად. ეხლა ერთს გეტყვით, ბარეგან გამეჭიმება ეს სხვადასხვა ცაცალკე უნდა ვილაპარაკო, მაგრამ მივაბა მამას ბარეგან. თქვენ იცით, მეგობრებო, რომ ისრაელში არსებობს 3 ქრისტეს საფლავი. იცით? არ იცით, ხო?
რატომ არ ვიცით? იცით, იმიტომ რომ ჩვენ ქრისტიანები რომ მიდივარ იქ, რასაც გვანახებენ. ო, აღდგომაზე, ეხლა რო იქნება აპრილში აღდგომა, აი ნახეთ მე რამდენი გოიმი ქართველი მიდის და ფულებს რო ხარჯავს იქ და რაღაც. თუ იქ არაფერი არ არის. და პროტესტანტებისთვის ცალკეა კიდე საფლავი და ცალკეა გოლგოთა. კათოლიკებს სხვაგან აქვთ ქრისტეს საფლავი და სხვაგან აქვთ გოლგოთა. და ეს ყველაფერი იერუსალიმშია. მაგრამ კათოლიკი რომ მიდის იქ მიდის, პროტესტანტი რომ მიდის იქ მიდის, თავთავის იმაზე და ყველას არწმუნებენ რომ ეს არის ნამდვილი საფლავი და ეს არის ნამდვილი გოლგოთა. თქვენ წარმოგიდგენიათ. აი ეს არის გოიმების ну რა თქვა სოფლიო აი ამ დაგოიმეს ესე იგი кайფობენ ეს ურიები გამიგეთ кайფობენ ამაზე აქ 3 თუ 4 აქ თუ არ ვწდები გამიგეთ და აქეთ ერთი მოდის იქით მეორე მოდის იქით მესამე გამიგეთ ცალ-ცალკე ფულებს აკეთებენ ყველა და ამათ მარცეთ მარიცია რომ ასეთი სიტუაცია არის იერუსალიმში ერთხელ იყო კიდე რომელიც წელი იყო არ მახსოვს ამაზე ცალკე ეს ვიდეო მქონდა დადებული ყველაფერი რომ აიო 500 წლის შემდეგო იხსნებაო ქრისტეს საფლავიო ამაზე მე დეტალებში მქონდა ყველაფერი ვიდეო გაკეთებული ესე იგი ეხლა ზეპირატყვები უბრალოდ და მთელი მსოფლიო დაძაბულია მოკლე და რა საფლავი უნდა გამიხსნა ჯერ და საფლავი საიდან მოვიდა ქრისტე ჩამარხული არავის სა ხო აღდგა კაცო აღარ არის მის სხეული გამიგეთ და საფლავი უნდა გავხსნათო მე დაიძაბა რიცხვი იყო რომელიღაც დადგენილი და აი ამ დღეს ხსნიანო ესე იგი მთელი მსოფლიო ტელევიზია მაგრამ ერთი ტელევიზია იღებდა რატომღაც გამიგეთ და გვანახებენ რას დიდი რაღაც ქვით აშენებული თუ რაღაც არის და ზემოთ არის ლოდი გადადებული სკეილი ესე იგი აღებენ ამ ლოდს თავს ხსნიან სადღაც აი ესეთ შუალედში მეტი აღარ არის და მორჩა კადრი რჩება წყდება კადრი და მთელი მსოფლიო დააჯეროს რომ აი ჩვენ საფლავი გავხსნე ბიჭო რო გავხსენი მე რა ნახე იქ აი რა ნახეთ გამაკებინეთ ბიჭო როგორ ადებილებენ ხალხს გესმით ახლა ესე ფუტლი არის არაფერი არ არის წამოვიდა საფლავი რატო ქვია საიდან მოვიდა ქრისტეს საფლავი ხალხმა გადამრიოდა და ეს ჯერავს ხალხს ან გოიმებს და ეხლა კი ვინც კუბში და მეოთხე ხარისში კიდე არიან დაგოიმებულები ეგენი კიდე წავლენ ხა ფულებს დახარჯავენ იქ ჰარიქა და რაღაც მადლი წამოიღო წარმოიდგენ კარგი ეს გადავაბი ახლა სხვა თემა იყო მაგრამ ახლა მე ძირითადი რა შეასაქმე ესე იგი ხალხო ესე იგი ჩვენ რო ვიძახით წილხვერდი ქვეყანა და მე ერთხელ კიდევ თქვი და ორჯერ ეს ჩვენ წილხვერდი არა ვართ ჩვენ ვართ შემოკარგება ღვთისმშობლის ქვეყანა ჩვენ კონკრეტულად ვართ ღვთისმშობლის ქვეყანა სადაც იშვა მარიამ ღვთისმშობელი და არავითარი წილობია და მილობია ჩვენ არ გვჭირდება ბატონო ეს რომ აქ იყო დაბადებული და ქართველი რო იყო დღევანდელი გაგებით ქართველი მაშინ ქართველობა არ იყო ეს ტერმინი გამიგეთ რო აქ იყო სწორედ ამიტომ არის რომ ღმერთმა ხანა თუ ვინც ახანა თუ რაღაცნაირად ეს ყველაფერი სიმდიდრე ეს მისტერიული სიმდიდრე რაც არის ეს ყველაფერი რო აქ არის დაბუდებული გესმით ამიტომ შენ კი არა ხარ წვილი ვიღაცისა ანუ შენ ხარ ქვეყანა სადაც იშვა ღვთისმშობელი მაგრამ აქ ავტომატურად ისმის კიდევ მოაზროვნეთათვის რა თქმა უნდა ადეკვატური კითხვა კი მაგრამ ხალხო თუ ღვთისმშობელი დაიბადა აქ ხო მაშინ შვილი ვინ გამოდის გესმით პატარა იესო ვინ გამოდის ხო თანაც იშვაო ნაზარეთში ხო ვიცით ნაზარეთ ეს რომელ ფილმში იყო თუ არ ვცდები ფორმულაშიც ამაკ და ემედში მაგ ესეც ორივე განახეთ რომ ნაზარეთი იმიტომ ჰქვია ეს ანაგრამა არის იმიტომ რომ დღესაც
სამეგრელოს ზედა ჩრდილოეთ კავკასიელები და სვანები სვანურად დღესაც მეგლებს გვეძახიან ზანარი ხოლო ზანარები დასახლებულს ქვეყანას და ადგილს ქვია ზანარეთი და ზანარეთი და ნაზარეთი არის ერთ და იგივე იმიტომ ანაგრამა უბრალოდ მეტი კი არაფერი ესეთი ბევრი სიტყვა ასე ვთქვათ შექმნილი მე აქ ცუდად ჩამვარ მგონია და სადღაც მოვატრიალო რა უნდა აი აქ კალიცავესთან მეცა მოვაბრუნებ ერთი მანქანას დავაყენებ თორა ჩემ თავს ვერ ხედავ ნორმალურად აი აქ დავდგები ერთ წამი ჩრდილში აი ეს მგონი ცოტა უკეთესია ხო და ეხა მე რას ვამბობ ავტომატურად ესე იგი რა გამოდის არც იმის წვლილია და არც იმის წვლილია მაგრამ ჩვენ ნახეთ ეხა როგორ აქვს ტვინი მოწყობილი აგვიწყეს უბრალოდ ჩვენ კი ვამბობთ რომ ღვთისმშობლის წილხვედი ქვეყანა ვართო და თუ ღვთისმშობლის წილხვედრი ხარ კაცო მაშინ მისი შვილი შვისი წილი იქნება გესმით რას გეუბნებით და ესეც ხო თავად ურიული წესია რომ დედის მხრიდან დედა ვინც არის თუ რა ეროვნება იმის ეროვნებად საღდება ასე ვთქვათ ადამიანი ხო და გამოდის ხალხნო რომ არა მარტო ღვთისმშობელი კაცო ქრისტეს ქვეყანაც არის ეს რამე ალოგიკოს ვამბობ მაგრამ ამას ჩვენ არ ვამბობთ ქრისტეს წილხვედრი ქვეყანა არისო არ ვამბობთ მithumetes კვარტი აგით არის დედის კვარტი აგით არის ელიას კვარტი აგით და ბევრი ყველაფერი აქ რო არის ხო მაგას არ ვამბობთ ვერ ვამბობთ იმიტომ ასე დაგვამონტაჟეს და კიდევ ერთი რამ ესე იგი ხო აი ღმერთმა გადაწყვიტა რომ თავისი შვილი დაებადა ნუ პრინციპში ყველა ღვთის შვილი ვართ გამიგეთ მაგრამ ნუ ვინაიდან ახლა ქრისტეზეა საუბარი ხო ღმერთმა გადაწყვიტა ხო და ეხლა ნახე რა საქმე გამოარჩია ამდენი მილიონში თუ მილიარდებში გამოარჩია ერთადერთი პიროვნება მარიამ ხო და მასში ჩასახა ეს ქრისტე ნუ იქ სული წმინდი და ერთი ამბავი რაღაცები წერია მაგრამ კაი კი ბატონო მარიამში და ღმერთს ვეძახით ქრისტეს და მარიამს არა და ამას აგიხსნით ხა რატომ არის ეს ასე კი არა უყურმართად ვფიქრობთ იმიტომ რომ როცა ღმერთმა გადაწყვიტა ამ მილიარდებში ერთი ადამიანი აეყვანა ნუ ქალი რა თქმა უნდა და თუ მასში გადაწყვიტა მან თავისი შვილის ხორციელ პლანში მოვლინება მაშინ ის არანაკლებია არავისზე ესე იგი როგორ გითხარ რომ ნებისმიერ წმინდანზე ხო ღვთისმშობელი გამოდის იგივე ღმერთი კაცო თუ შვილს ეძახით ვისიც ჩაისახა ეს ადამიანი მაშინ ის ადამიანი რომელიც გამოდგა ერთადერთი მილიარდებში თვითონ ის ეკნებოდა უნიკალური ხო და მარიამს რატო არ ვეძახით ღმერთს ვიზახით ღვთისმშობელი კი ბატონო ღვთისმშობელია მაგრამ თავად ხო ღმერთია ხალხო ანუ ღვთისმშობელი აი ამ პლანში გამოდის როგორც აი ჭადრაკში რო არის დედოფალს მეფეს მეფე ქვია მაგრამ გვერდში ხო უზის დედოფალი ხო დედოფალი მაგრამ ჭადრაკის ენაზე ამ ფიგურას ქვია ლაზი ერი მე ხო არ გამიგონია ხალხო ხო მეფის რანგია მეფე ჭადრაკის დაბაზე არის როგორც მამაღმერთი ძეღმერთი კი არა მამაღმერთი ვინაიდან ის დაბაზე არ ყვდება მას მისი ასე აღება როგორც ნებისმიერი სხვა ფიგურადაც განზე გადადება არ შეიძლება იმიტომ მის სიკვდილიც არ შეიძლება არ არსებობს ესეთი რამე გამიგე უბრალოდ დაემუქრებიან დაიშლება დაფა თავიდან დაიწყება დაალაგებენ ხო და გვერდში ვინც უზის ეს არის დედოფალი რომელიც ამ დედამიწის გამგებელია, მშობელია და ეს არისო ლაზი ერი ჩემო კარგებო. ტირეგ, მეტი არაფერი.
ტირე ჩასვით და პირდაპირ გვეუბნება სიტყვა. ლაზიერი. ამის პერსონიფიკაცია არის ღვთისმშობელი. გინდა ასე, გინდა ისე, როგორც გინდა ატრიალეთ, ხო? მოკლედ, აი ესეთი ამბები მოგითხარით ახლა, გითხარით, მოგიყევით ახლა მე თქვენ. თუ ვამბობთ, რომ წილხვედრი არის ღვთისმშობლის, არავით არის წილხვედრობა არ არის, ეს არის ღვთისმშობლის ქვეყანა, მარიამის ქვეყანა. შემდეგ თუ ვიძახით მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრია, მაშინ ქრისტეს წულს რატო არ ვიძახით? იმიტომ მისი შვილია კაცო. ხო? გენეტიკურად. და ნუ ბოლოს ის კიდე რომ თუ ყველაფერი აქ არის და იქ არაფერი არა სადაც ჩვენ გვეუბნებიან, არც ის არის ესე იგი ის არის ყველაფერი ტყუილი ბლეფი, რაც ისრაელშია, იმიტომ რომ მათ ეს მილიონჯერ მithვა. საერთოდ თვალის დასანახად არ უნდათ არც ქრისტე, არც ღვთისმშობელი და საერთოდ ქრისტიანები. და არც აღნიშნავენ ქრისტეშობას, არც აღნიშნავენ ღვთისმშობლობას და ყველაფერი იქ არის ანტიქრისტიანული. უბრალოდ ეს ჭირდებათ ფულის საკეთებლად. მეტი არაფერი, ფულის საკეთებლად. და ჩვენი კვადრატში, კუბში და მეოთხე ხარისში აღმოჩენილი გოიმებს კიდე სჯერავ და ეხლა ამგვარად სწავლენ ეხლა იქ თითქოს და წამოიღენებენ, გუტრიალებენ იმათ ცეცხლს. გამიგეთ? ნუ მოკლედ მაგაზე რამდენი ვილაპარაკე, რამდენი ფაქტი მაქვს, დოკუმენტი, ვიდეო დადებულია ესე, სულ კადრი კადრს ცალ-ცალკე რომ მაქვს განმარტებულის. კარგით, მეგობრებო, აბა, კარგად ეხლა და იცოდეთ რომ ეს არ არის არავისი წლილი და წვლილი და რაღაცე შემდეგ. ეს არის ღვთისმშობლის ქვეყანა, ეს არის ქრისტეს ქვეყანა. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. ავარეთ შევა. რითი შევა. არ უნდა გასვლა.